ეს ხარი იყო, რომელიც ჩვენს ოჯახს წავდა ძალიან დიდი ხანი სამცხე-ჯავახეთში. ლომა იყო რა. ამ ხარს რა მოვიდა, იცი? კასტრაციას რო უკეთებენ, ბუღას. იცი რატო უკეთებენ? რომ ენერგია არ წავიდეს ამ გამრავლების მასალაში და ტანი რო აიყაროს და ძლიერი გახდეს. კასტრაციის მერე ხდება ხარი. თუ არ გაუკეთებენ, დარჩება საშუალო ზომის და ბუღა იქნება სულ. გასამრავლებლად ბუღად ტოვებენ ხოლმე. რეალურად ყველას ხარი ჭირდებოდა რა, ამ წელწადად და მოკლედ ერთი ცალი მოკვეთ, ეს შეეშალა ამინას რა ვიღაცას და რა მოვიდა. აი ტაქსა როგორც არის. გაიზარდა სიგრძეში და სიმაღლე დარჩა ამ ბუღის რა. ოღონ რა ლამაზი ხარი იყო, იცი და რამხელა, დაბალი ხო იყო შედარებით, ეხლა ზოგი ამხელა, ეს იყო ამხელა რა. ანუ ბავშვებს ახტომა შეგვეძლოს, ესე იგი ძალიან დაბალი იყო და ძალიან ძლიერი იყო და მე ამისი ჩხუბი მაქვს მე ნანახი ხარებთან. ქვეშ შეუვარდებოდა მუცლის ქვეშ და ეს აღდგენდა ხოლმე ამოაყირავებდა ამხელა ფორმას. წაიყვანეს მერე მთებში რა. იქ დაკლეს ეხა ბოლოს სიბერით არ კვდებიან ჩვენთან. სვერპლია რა შეწირული, აი ეს ყველაში ცხოვრობს ეხა ეს მარტო ჩვენი ლომა არ არის, ყველას აქვს ესეთი ან ცხოველი ყავს, ან პიროვნება ყავს თავის ცხოვრებაში და შეიძლება ადამიანის მეორე შინაგანი მეც იყოს ეს ლომა და ნატურმორტად როდებს რა ეგეთი ან სიცოცხლის სიბასრეზე აქვს. ცხოველის კულტი ხო ჩვენთან ძალიან დიდი. მაგალითად ეხა სკანდინავიელებს ცხოველის კულტი ეგრე არ ქონდათ როგორც ჩვენ. ბერძნებს ჰქონდათ ძალიან იკაც ხარი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ცხენი. ვარზე. იქ სასველებს იცნობს შიგნით კამპარიდებს ზედასარტყელში. ხო და მანდ ეხა სულ ნატაშები არიან და ქართველი ჯიგიტები რა. აბა ეხა მტკვარი სიმტკვარია ნატაშები მტკვარი. ესენი სულძველებია. ამერიკამდე? ამერიკამდე ხო, მაშინ აბსტრაქციაში მუშაობდი. აი ხანი და ეს მილანისთვის გაკეთდა იქ იყო და დაბრუნდა. ეს ბარსელონაში ფლამენკო წელს ვიყავი და ყველა იღებს ვინ უსმენს მან და ვინ რამე გასწორდა. ნიუ-იორკში ნატურად მუშაობდა, სხვათა შორის ძალიან ცნობილია რა, კრისტოფი და მე სიმსივნით დაიღუპა და იქ სიმსივნები დარბიან და ბოლოს შეცვლად იყო, მაშინ გაუკეთე და ნახა. ამისი ჰობი რა იყო, იცი? ნატურობა კი არ იყო. რაღაცების ჩაცმა იყო რა, რუსეთშიც იყო ეგეთი კაცი, იგივე ასაკის დაახლოებით. როგორ იცი, აი რა ევასებათ რა. რომ მაგალითად ნაპოლეონის ფორმაც შეუძლია ეცვას, რაღაცა ტუტანხამონისაც და რაღაც ნეგურაჩი მაგალითად რა. და ამით кайფობენ, რომ ტანსაცმელი გამოიცვალონ რა. და ესე იყო. იმდენ ფორმაში ყავს ეს დახატული. თან სახის ის მიმზირებად შეეძლო. მაგარი ტიპი. ეგ პროფესორი ვინც ჩანს ლეპტოპში, მართლა არსებობს ვეით შუმანია ჩემი პროფესორი. მე აქ ვითომ ჩემი ტორსი ჩანს მარტო. ნუ ეს მოგონილია, მაგრამ რეალურად ტუსებში ხო იყო ხალხი რა. და კოვიდის დროს ხარდაობა, იქ ნიღაბიც კი. პარლამენტის ისდეს იქ სიგარეტის, იმპოტენციას იწევსა და მანდ უბერავენ ერთმანეთს. აღდგომის ღამე ქვია მაგრამუშავარს და Counter Strike-ის ერთ-ერთი ტური არის, I Snow Orange და ის პატრიარქის ესკორტი მოძრაობს წრეზე. ეგ შუაში მაიბახია. ზუსტად ეგეთი ესკორტი ყავს.